ტენდერებში მონაწილეობს, ტენდერების შეჭამა, ტენდერებით გამდიდრდა. რას ნიშნავს ეს ფრაზები? იცით როგორ და რატომ იქცა ტენდერები საქართველოში კორუფციის ყველაზე დიდ ბუდედ? საეჭვო ტენდერები ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების გამდიდრება გამარჯვება მართველი პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ. გორში ტენდერებს ხშირად იგებენ ქართული ოცნების გორის მაჟორიტარი დეპუტატები. ამ ეპიზოდში გიყვებით ყველაფერს, რაც ტენდერების იგივე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ უნდა იცოდეთ. სახელმწიფო ორგანიზაციები პროდუქტისა და მომსახურების შესაძენად ბიუჯეტის, ანუ ჩვენს ფულს ხარჯავენ. მათ ევალებათ, რომ ამ ფულის ხარჯვა გონივრულად და გამჭვირვალედ მოხდეს. მაგრამ მოგეხსენებათ, როგორი უფუნქციო სიტყვაა გამჭვირვალობა ჩვენს მთავრობებთან მიმართებაში. ხო და არც ტენდერია გამჭვირვალე. არადა სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ გასულ წელს 8.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო ორგანიზაციები მომსახურების ან პროდუქციის შესაძენად ორ ხერხს მიმართავენ. ან კონკურსს აცხადებენ და კომპანიებს შანსს აძლევენ კონკურენტულ გარემოში იბრძოლონ გამარჯვებისთვის, ან მეორე უფრო მარტივი გზაა პირდაპირ გაუფორმონ ხელშეკრულება იმ კომპანიებს და იმ მეწარმეებს, ვინც შემწყიდველ ორგანიზაციას თავად უნდა. ამას ქვია გამარტივებული შესყიდვა და კორუფციის დიდი წილი სწორედ ამ ნაწილზე მოდის და აგიხსნით როგორ. წესით გამარტივებული შესყიდვა საბიუჯეტო ორგანიზაციამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ყიდულობს მაგალითად 5,000 ლარამდე ღირებულების მომსახურებას ან პროდუქტს, თუ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა, თუ სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის არის შეზღუდული ვადები გათვალისწინებული და ასევე თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა. ახლა რას აკეთებენ ჩვენი სამთავრობო ორგანიზაციები? შესყიდვების დიდ ნაწილს გადაუდებელ აუცილებლობას ან სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებას მიეწერენ ხოლმე და ამ მიზეზით ხელშეკრულებას მათთვის სასურველ პირთან აფორმებენ. აი ფაქტი ხშირად გიყვებათ შემთხვევებზე, როცა მთავრობის რჩეულები ხშირად ხდებიან მათივე მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრებიც კი. მაგალითად, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი სასტუმროს მომსახურების ტენდერს საკუთარ დას უფორმებდა. კახეთში სიღნაღის მერია გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას საკრებულოს წევრის შვილს უფორმებდა. ჭიათურის მერის მოადგილის ბიძაშვილსაც მერია გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების სია, რომელშიც ნეპოტიზმი და კორუფცია ჩანს, აქაც საკმაოდ გრძელია. თუ სახელმწიფო უწყებას პროდუქტის ან მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით უნდა, მან ამისთვის უნდა მიმართოს შესყიდვების სააგენტოს, ჭირდება ნებართვა. მაგალითად, ჭიათურის მერიამ უნდა მიმართოს ამ სააგენტოს ახსნას, რატომ სჭირდება გამარტივებული შესყიდვა და მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ გააფორმოს ხელშეკრულება. პრობლემა ისაა, რომ ეს სააგენტო განცხადებას ზედმიწევნით არ სწავლობს და თითქმის ყველას ავტომატურად აძლევს თანხმობას. კონკურსის წესით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების პროცესიც არ არის ნაკლებად პრობლემური. ამ დროს ვაჭრობა ღიაა და ყველა მონაწილეს აქვს მასში მონაწილეობის უფლება. გამოცხადებულ შესყიდვაზე რამდენიმე კომპანია აფიქსირებს საკუთარ ფასს და შემდეგ შემწყიდველი თავად ირჩევს მათ შორის ყველაზე სასურველს. თუმცა კანონის თანახმად საჭიროა შემწყიდველმა შეარჩიოს ის, ვინც აკმაყოფილებს მათ მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს, იგივე ფასის, გამოცდილების და ხარისხის თვალსაზრისით. წესით ასეთი ტენდერი ყველას აძლევს შანსს, მაგრამ მცირე კომპანიებისთვის გამარჯვება მაინც მოგეხსენებათ, რომ იშვიათი მოვლენაა და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის კვლავ ნეპოტიზმი. ხშირად გამარჯვებული კომპანიები წინასწარ არიან არჩეულნი პირადი კავშირების გამო. მაგალითად, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ მეგობართან დაკავშირებულ კომპანიას 20 ტენდერი და 14 პირდაპირ ხელშეკრულება მოაგებინა 2021 წლის შემდეგ. სულ 7 მილიონ ლარამდე ღირებულების. ნათელია, რომ ასეთ პირობებში ბაზარზე პატარა მოთამაშეებისთვის უკვე ადგილი ვეღარ დარჩება. არსებობს სხვა ბარიერებიც, ხშირად ტენდერის პირობები ისეა გაწერილი, რომ პატარა კომპანია თავიდანვე ხელშეკრულია, შეიძლება მოგთხოვონ დიდი გამოცდილება, სოლიდური ფინანსური გარანტია, ან ძალიან სპეციფიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება. არსებობს ფასზე ზეწოლის შემთხვევებიც, დიდი კომპანიები დამკვეთს ხშირად არარეალურ ფასს თავაზობენ, რომ ტენდერი მოიგონ და თუ პატარა კომპანია ამ თამაში ჩაერთო და ტენდერი ძალიან დაბალ ფასში მოიგო, შეიძლება ზარალშიც
წავიდეს, ან საქმე უხარისხოდ გააკეთოს და რეპუტაცია შეილახოს. ამიტომ გვაქვს ხოლმე ქვეყანაში რემონტიდან ერთ თვეში გაფუჭებული გზა, ხიდი, სკოლა, ბაღი. მეორე პრობლემა ისაა, თუ როგორ აკონტროლებს დამკვეთი შესრულებულ სამუშაოს და რამდენად აქცევს ყურადღებას ხარისხს. დღეს კანონი მიმწოდებელ საშუალებას აძლევს, რომ თავადვე აერჩიოს კომპანია, რომელიც მისივე ჩატარებული სამუშაოს ხარისხს შეამოწმებს. რეალობაში კი ისე ხდება, რომ დამკვეთი, ანუ მთავრობა ხშირად არც კი ინტერესდება იმით, თუ როგორი ხარისხით შესრულდა სამუშაო, ან კმაყოფილდებიან მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების შემოწმებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია, როგორ ჩაიბარა მერიამ ანაკლიაში დაუსრულებელი შენობა. შევაჯამოთ, რა ნიშნებს უნდა მიაქციოს მოქალაქემ ყურადღება, თუ სურს, რომ კორუფციის შესაძლო კვალი ამოიცნოს ტენდერებში. გამოვყოთ ამის ძირითადი სიგნალები. თუ ხედავთ, რომ სახელმწიფო უწყება მუდმივად აცხადებს ღია ტენდერებს და საქმეებს პირდაპირ კონკურსის გარეშე აძლევს კომპანიებს, ეს საეჭვოა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი თუ ნათესაური ან მეგობრული კავშირით არის დაკავშირებული გადაწყვეტილების მიმღებთან, ეს კორუფციის პირდაპირი სიგნალი შეიძლება იყოს. საეჭვოა ისეთი ტენდერი, სადაც ან მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, ან სხვები ფორმალურად ერთვებიან, მაგრამ მალევე ეთიშებიან პროცესებს. თუ ხედავთ, რომ ყოველთვის ერთი და იგივე კომპანია იგებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის ყველა კონკურსს, ან სისტემატურად ხდება კონკურენტების დისკვალიფიკაცია, სახეზეა კორუფციის შესაძლო შემთხვევა. ასევე საყურადღებოა, თუ გამარჯვებული კომპანიის მფლობელები მმართველ პარტიას სოლიდურ შემოწირულობებს უკეთებენ. ასეთი ფაქტები ინტერესთა აშკარა კონფლიქტზე მიუთითებს. როდესაც ტენდერში ვინმე საგრძნობლად დაბალ ფასს აწესებს, შეიძლება იფიქროთ, რომ რა კარგია, ბიუჯეტი დაიზოგა, მაგრამ ზედმეტად დაბალი ფასის უკან ხშირად იმალება ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ან შემდეგში ფასის ზრდა. თუ ხედავთ, რომ ერთსა და იმავე ობიექტზე ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა და ფულიც რამდენჯერმე დაიხარჯა, რაღაც რიგზე ვერ არის და ამის ძალიან კარგი მაგალითია ზუგდიდის სტადიონი. 2018 ჩვენ გვექნება რეგიონში საუკეთესო სპორტული ბაზა ამ სტადიონის სახით. პირველად მიღებული შედეგი იმდენად არ ვარგოდა, რომ სტადიონი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ორი წარუმატებელი ტენდერი თითქმის 14 მილიონი ლარი დაუჯდა სახელმწიფოს. ახლა კი დამატებით 16 მილიონიანი ახალი ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი სამუშაოებისთვის. შველება მაგასაც, რა ვიცი, ახლა 30 კაცია იქით და 30-60 კაცია ლაბარაკი. რატომ უნდა იხარჯებოდეს ერთ საქმეზე ფული ბიუჯეტიდან ორჯერ თუ სამჯერ? მოკლედ, ტენდერების მთელი იდეა არის კონკურენცია და გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხშირად წესები მათ სასარგებლოდ იწერება, ვისაც უკვე აქვს ძალაუფლება. ეს ამბავი კი ყველას გვეხება, იმიტომ რომ ბიუჯეტი, რომელდანაც ტენდერები ფინანსდება, ჩვენი საერთო ფულია. კომენტარებში დაგვიწერეთ, თქვენ თუ შეხვედრი ხართ სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტებს.